მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე, მე ანუკა კინქლაძე ვარ. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემპიონატის აგზური ჩვენმა ბიჭებმა საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად პლეი-ოფის ფინალში მოიპოვა. თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22-ში ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, პორტუგალიის წინააღმდეგ კი ქართველი ფეხბურთელები 26 ივნისს უკვე გელზენკირხენში. ძალიან ბანალური ვიქნები და ერთი შეცდომა ერთმა მომენტმა შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი და დღეს რამოდენიმე მომენტი ჰქონდა ჩვენ მოწინააღმდეგეს და რა თქმა უნდა ძალიან რთული, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად თამაში იყო, რომელიც ცოტა გონია რომ ლოგიკურად გადაწყდა რა, იმიტომ რომ ორი თანაბარი გუნდი იყო, გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა თამაში და გონია რომ ესეთი ფინალი უფრო ტკბილია რა ჩვენთვის და უფრო საინტერესო არის და ჩვენმა ფეხბურთელებმა განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყველანაირი გამოცდილება მიიღეს აბსოლუტურად და ძალიან სასიამოვნოა და გამოგვადგება მომავალში ასე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწადნახევარი ორი წელი რაც იყო, გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურება დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის, იმიტომ რომ ისინი გაუბედნიერეთ და გავეთ ევროპის ჩემპიონატზე მოცნება ავიხსნით. ემოციური თამაში იყო, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა, არა მარტო მე, არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა, ისინი იმსახურებენ ამას და გავეთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ დავწერეთ ისტორია. უბედნიერესები ვართ მართლა, არ ვიცი, ესეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში და მადლობა ქართულ გულშემატკივრებს, იმიტომ რომ 120 წუთი ესეთი გულშემატკივრობა ბევრ სტადიონზე ვართ თამაში, მაგრამ ესეთი რამე არცად არ მინახავს და რავი, ძალიან მადლობა და თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. ძალიან კაი გუნდია მართლა, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მწვრთნელებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ტაქტიკურად ძალიან მომზადებულები ვიყავით და გამოჩნდა კიდევაც რა, მარტო ჩაწოდებაზე იყვნენ ორიენტირებულები და ჩვენც კარგად დავიცავით. მადლობა მცველებს, რომ ესე გამომკლავდნენ. სტადიონზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზეიმი გასახდელში გააგრძელა. სიხარულის ნიშნად ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მობილურად გადაღებული ვიდეო კადრები ეროვნული ნაკრების ინსტაგრამ გვერდზე გავრცელდა. ბაჩო, ვიდით ყველა გავზადეთ. ოპა! ოპა! დინამო არენადან საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც გულშემატკივარი იყო შეკრებილი. აქ იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერიც. ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ საქართველოს ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიული გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს. აქვე ცნობილი გახდა, რომ პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი. მოედანზე შეკრებილებს ამ შესახებ ირაკლი კობახიძემ შეატყობინა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სრულიად საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცეს მინისტრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. მათ ღირსეული თამაშისთვის გუნდს მადლობა გადაუხადეს. პოლიტიკოსების თქმით, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ 26 მარტს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველების ოცნების ახდენა შეძლო. და გვიანობამდე აღნიშნავდა გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას თბილისის ქუჩებში. თამაშის შემდეგ ქომაგებმა საზეიმო მსვლელობა თითქმის ყველა უბანში მოაწყვეს. ისმოდა გამარჯვების შეძახილები, საზეიმო სიმღერები და მანქანის სიგნალები. აფრიალებდნენ საქართველოს დროშას. ერთად მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს.
თბილისთან ერთად ჟრიამული იყო რეგიონებშიც მატჩის ერთად ნახვის შესაძლებლობა გურულებს ჩოხატაურის ცენტრში მდებარე დარბაზში ჰქონდათ. გამარჯვების შემდეგ ზეიმი დაახლოებით ღამის 3-4 საათამდე გაგრძელდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით გახარებული კომაგები ერთმანეთს და სრულიად საქართველოს ისტორიულ დღეს ულოცავდნენ. ფერვერკი და საზეიმო განწყობა იყო სამეგრელოშიც, ფოთში ღიაცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანზე ნანახი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ფოთელები მღეროდნენ და ცეკვავდნენ პირდაპირ ქუჩაში აფიალებდნენ დროშებს. მსგავსი ვითარება იყო ზუგდიდშიც, გულშემატკივარმა ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით გახარებულები ემოციას ვერ ფარავდნენ. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ ჩამცხრალა ემოციები კახეთში. შეძახილებით, ავტომობილებით მსვლელობითა და ფერვერკით აღნიშნეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თელავში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ეს მატჩი ჩვენ დავდეთ. ევროპაში გავედით გილოცავ ყველას ერთად. საქართველოს გაუმარჯოს. ემოციას ვერ მაღავდით. ერთად უყურებით საერთაშორისო და აი რაც იყო, პაუზება იყო იდეალური თამაში და ძალიან მაგარი პროგრესი. ევრო 2024-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელება აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. ისტორიული გამარჯვება გილოცავს საქართველო, ულოცავთ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას. დიდი მადლობა თქვენი თავდადების, შრომის მოყვარეობისა და მთელი ერის სიამაყისთვის, წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში. გილოცავთ საქართველო უკვე ევროპაშია, ეს კი საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა. გამოშვების ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღის მნიშვნელოვანი ამბების უფრო მეტი დეტალის ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. თქვენ წინ ბიზნესის სიახლეები გელით სოფო ხანაშულთან ერთად, მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.